ღმერთმა გაგაძლიეროთ, დაგლოცოთ და წყალობა და მოგცეთ, წყალობა და მადლი მოგცეთ და სიხარული. დღეს ჩვენი გული წუხარებს იმის გამო, რომ ადამიანებმა ვერ იცნეს უფალი, ვერ გაუღეს გულის კარი და ჯვარს აწვის. როგორ არის ადამიანი დაცემული, რომ თვით ღმერთი ვერ იცნო, შემოქმედით ცის და ქვეყანის ვერ იცნო, როგორ შეიძლება ადამიანს დახშული კონდეს გული. ამით ჩვენ ვხედავთ, როგორ დიდია დაცემა და როგორ შორი არის ადამიანი, როგორ შორს წამოვიდა 64-დან. იმიტომ რომ რაც უფრო შორს წამოვიდა, სულიერად რა თქმა უნდა იგულისხმება, მით უფრო ვეღარ ცნობს ის იქ საიდანაც წამოვიდა. და იმდენად დიდი იყო დაცემა, რომ უფლის სიტყვა, უფლის ნუგეშინისცემა ადამიანებისადმი ადამიანებისთვის გამაღიზიანებელი იყო. და ჩვენ ვხედავთ, რომ რა შედეგიც დადგა. როდესაც ადამიანი გამოიდევნა 64-დან თავისი შეცოდების გამო, რადგანაც ვერ გამოხატა ის სინანული, რომელსაც უფალი ელოდებოდა ადამიანისგან, მხოლოდ ერთი სიტყვა იყო საჭირო, რომ უფალო შემინდე, მაპატიე, შევცდი და მაგურთხე. და ის სწორედაც, როცა ადამიანი ვერ იმდაბლებს თავის თავს, 64-შიც კი რა მდგომარეობა შეიძლება იყოს, ხო? როცა ადამიანი დაზიანდა. ამიტომ ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ. და ღმერთი შეპირდება ადამიანს, რომ მოვა დრო და მოგივლეთ მხსნელს, რომელიც დაგაბრუნებს 64-ში. აი სწორედაც ეს მოხდა 2000 წლის წინ, როდესაც უფალი დაიბადა, იშვა და შემდეგ იღვაწა 3 წლის განმავლობაში, გაუმზადა გზა ადამიანებს, გაუყვალა გზა ადამიანებს იმისათვის, რომ 64-ში დაბრუნებულიყო. და სწორედაც ადამიანის 64-ში დაბრუნება ჯვრის საშუალებით ხდება. უფალი ადის ჯვარზე და ჩვენ ვხედავთ, რომ კრეცაბმელი ორად გაიყოფა, ზევიდან ქვედმდემდე, ასე წერია, და მიწა შეიძვრება, გაიხსნება საფლავები და წმინდა ადამიანები აღსდგებიან და ეჩვენებიან ყველას, წმინდა ქალაქში შევლენ და ეჩვენებიან ადამიანებს. ზეცა შეერთდა, გაიხსნა ზეცის კარი, კრეცაბმელის გაყოფა ნიშნავს ზეცის კარის გაღებას. რომ გაიღო ზეცის კარი და ვინც მიიღებს უფლის დიდ სიყვარულს, ანუ დაინახავს თავის თავში, რომ მას ჭირდება გამოსყიდვა, მას ჭირდება მიტევება იმ ცოდვების, იმ შეცდომების, იმ დაზიანებული ბუნების აღდგენა ჭირდება, რომელიც 64-დან გამოდევნის შემდეგ უფრო რო გაღრმავდა. და ვინც დაინახავს და მიიღებს უფლის აი ამ დიდ სიყვარულს, რა თქმა უნდა უფალი შეეწევა იმ გზაზე, რომელ გზაზეც უფალმა გაიარა და გითხრა, რომ ეს გზა უნდა გამოიაროთ, გოლგოთის გზა უნდა გამოიაროთ. ვინც არ გაივლის ამ გოლგოთის გზას, რა თქმა უნდა ის ვერ შევა ღმერთის სიხარულში, იმიტომ რომ დაცემული ბუნება იძულების გარეშე სახარებაში ხო გვეუბნება უფალო, ვინც არ აიძულებს თავის თავს, იგი ვერ მოიპოვებს სათასასუფეველს. ამიტომ ჩვენი სინანული ჯერ იმაზეა საჭირო, რომ დღესაც კი, როცა ამდენი დრო გავიდა, ჩვენ მართალია პირველ ცხოვრებას გავდივართ და ჩვენმა წინაპრებმა გაიარეს, გზა დაგვიფინეს და გვითხრეს, რომ აი ამ გზაზე გამოდით, ტაძრები ააშენეს,
შეგვიქმნეს ყველაფერი თუ რამე საჭირო იყო, საგალობლები, ლოცვები, წირვები, ყველაფერი იმისათვის, რომ ადამიანს გაადვილებოდა გზა უფლისაკენ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ ჩვენ მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გამზადებული აქვს ადამიანს და მხოლოდ ერთი სურვილი ჭირდება, რომ ღმერთო შემეწიე მე ცოდვილს და მინდა რომ შენთან მოვიდე და შენ მოდი ჩემთან და წამომაყენე დაცემული ადამიანები აი ამ სიტყვის თქმაც კი უჭირთ და ამის გააზრებაც კი უჭირთ. ამიტომ არის რომ ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით. რომ ადამიანი, რომელ ადამიანსაც ეხება, რომელ ადამიანის გულსაც ეხება ღმერთი, ის ადამიანი ცდილობს რომ აღარ შესწოდოს. ანუ ცოდვა რა არის? ცოდვა არის განშორება ღვთისგან. აი ამიტომ ვინც ცდილობს რომ ღმერთისკენ იაროს, ის აუცილებლად ცდილობს იმას რომ იღვაწოს ღვთის სიყვარულისათვის და ეს გზა გაიაროს, გოლგოთის ჯვრის გზა გაიაროს. და უფალი გვეუბნება სახარებაში, რომ იმაზე დიდი სიყვარული არავის აკუსო, გარნაო თავის მოყვასისთვის თავი დასდოსო. აი სწორედაც უფალი აღასრულებს აი ამ ცნებას პირველ რიგში და გვეუბნება, რომ თქვენ ჩემი მოყვასი ხართ, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თქვენ ჩემი შვილები ხართ და მე დავდებ თავს თქვენთვის. აი ამიტომ ეს დაგვიბარა ღმერთმა, რომ ჩვენ ზუსტად თუ გვინდა რომ განვიმხვდოთ და თუ გვინდა რომ მადლი შევიძინოთ, თუ გვინდა რომ დავბრუნდეთ სათავსასუფეველში, ზუსტად აი ასეთები უნდა გავხდეთ ღვთის მსგავსი, ვინც დადებს თავისი მოყვასისთვის თავის თავს სიყვარულით. არა მარტო ამაზე შეგვაგონებს ღმერთი, რომ მოყვასისთვის თავის დავდოთ, არამედ მტრის სიყვარულზე მიგვანიშნებს და გვეუბნება, რომ გიყვარდეთ თქვენი მაწყევარნი და დალოცეთ ისინი. რადგანაც ადამიანს, როროტისგან შეპყრობილ ადამიანს დათქმულვა კი არა, მიხმარება და გულში ჩახუტება სჭირდება. ამას გვეუბნება ღმერთი ჩვენ, რომ ეს უდიდესი სიყვარული, რომელიც ღმერთმა გამოხატა, ჩვენ გვინაწილებს და გვეუბნება, რომ მოდით ჩემთან, მაშრალო და თვით მძიმენო და მე განგისვენებ თქვენ. აი სწორედაც ყველაფერი იმაზე, სადაც გინდა წავიდეთ ღმერთის გზაზე, ყველგან სიყვარული გვხვდება. მხოლოდ ერთია საჭირო, მოუწყვიტოთ ის ნაყოფი, რომელიც ღმერთის აი ამ უდიდეს სიყვარულმა გამოიღო. და ჩვენც ვიქნებით ბედნიერი ღმერთთან ერთად. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მთელი ცხოვრება ალბათ ადამიანი, რასაც უნდა აკეთებდეს, ეს არის მადლობდეს ღმერთს იმისათვის, რომ არა არსისგან არსად მოგვიყვანა და სიცოცხლე როგორც სიყვარული ისე დაგვიფინა. აბა თუ ღმერთი ჩვენთან არის და ღმერთის სიყვარულია, აბა მაშინ რაღა არის სადარდებელი? ალბათ მხოლოდ საკუთარი ჩვენი დაცემული ნება, რომელიც იძულების გარეშე არ მიიდრიგება ღმერთისაკენ. მადლობა უფალს და დიდება უფალს. მადლობა ყველა ადამიანს, ვის გულზეც ღმერთმა გაიარა, ვისაც ჭეშმარიტი სინანული ჰქონდა, ვისაც გულწრფელად გაუგო ღმერთს კარი და ღმერთი შემოუშვა თავის გულში, რადგანაც ღმერთი ჩვენით მოქმედებს. და ჩვენ ყველა ვართ გამგზელებელი აი იმ დიდი საქმისა, რაც უფალმა დაიწყო, რასაც ეწოდება ადამიანების სულების გამოხსნა სამოთხისათვის. ამიტომ დაუკვირდეთ ჩვენ სიტყვებს, დაუკვირდეთ ჩვენ გულს, ჩვენ ქმედებას, როგორ შევეწევით ადამიანებს, როგორ ვართ მათ მიმართ, რამდენად ვიხარჯებით ჩვენ იმისათვის, რომ ჯერ ჩვენი თავი წამოვაყენოთ ფეხზე, იმიტომ რომ თქვენ თუ ფეხზე არ ვიყავით, სხვა საერთოდ ვერ მივეხმარებით. ამას დაუკვირდეთ და შევწიროთ მადლობა უფალს აი ამ უდიდესი სიყვარულისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ და ჭეშმარიტი სინანული მოგცეს და გვაცხოვნოს, როცა უფალი ინებებს. ამინ.